მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ ისევ Porsche-ს, ოღონდ ამჯერად 2022 წლის GT3-ს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ანდრია ჭანტურიძეს, რომ ესეთი მაგარი მანქანების ჩაწერის საშუალება მოგცა. ამერიკიდან გამოგვიგზავნა, ეს უკვე მეოთხე ავტომობილია. მეოთხე კი ბატონო. და ბოლო ავტომობილი, რომელიც იქნება ის არის ყველაზე მაგარი ინტუიციაში ალბათ. მაგრამ კი შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ ამდენი Porsche რა ამბავია რაღაცა. მაგრამ Porsche-ები გვიყვარს რა და თან ისტორია, ანუ ნახე Porsche როცა მანქანას უშვებს, უკვე ისტორიას წერს რა. დაახლოებით ეგეთი ვარიანტია. სხვათა შორის მაგ ბავშვმა დაჟე ისიც გამოიცნო, რომ რო არ ვიკამათებთ ერთმანეთში რა. ხო. და ორივეს რომ მოგწონთ, ორივეს რომ. ეს არის ერთადერთი მანქანა, რომელზეც ორივე ვთანხმდებით, რომ ძალიან მაგარია. კი ბატონო. დაჟე მე ვამბობ, რომ Lamborghini-ებს და Ferrari-ებს მეურად ჯობია თქო. კი, მოგესალმებით. ხო, არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, გაზიარება და კომენტარება რო უნდა დაგავიწყდეთ, ანუ ხო, თან ხო, დიდი მადლობა ესეთი მართლა მაგარი საჩუქრებისთვის. ხო. აი მართლა აღფრთოვანებული ვარ რა, მე თვითონ რიგით მეოთხე ავტომობილია, რომელსაც გემოვნებიანად შერჩეული მანქანა. ხო, აი მართლა რომ გემოვნებიანად შერჩეული ავტომობილები არის. ყველა, რაც კი გვაჩუქა. 1.18 მასშტაბია. ხო, 1.18 მასშტაბია. ბრენდია Maisto. კი. და ეს არის Maisto-ს ახალი კატალოგიდან. ხო. 2022 წლის მოდელი არის, რომელიც 24-დან გამოდის, ან 23-დან, დაახლოებით ეგრენა. და ყველაფერი იღება. ხო, ამის ფასი არის ამერიკაში რო იყიდოთ. პირდაპირ მაღაზიაში $50. კი. აინტერესებს ხოლმე რა. ხო. $50 და თუ იწერთ ანუ საქართველოში თუ ხარ და თუ იწერ საკმაოდ ძვირი გამოდის. არა, საკმაოდ ძვირი როგორ, ნუ ერთი $70 ალბათ დაჭდება. ხო. ოღონდ ეგ შიპინგის და წონის გარეშე. არა, წონის გარეშე არა. $50 eBay-ზე ღირს. ანუ პლუს ემატება მერე გზა და წონა რა. ხო, გზა და წონა ემატება. და წონა კიდე ამას ანუ მსუბუქი არ არის. ხო, არა, მსუბუქი ნამდვილად არ არის, სადღაც 1 კილომდე არის ავტომობილი. ხო. ეხლა ამან კარები გაქვს და საბარგულია. ამას ამანქანას ძრავის განყოფილებას აწუხებთ არ ელება. ხო. ესე არის გაკეთებული ზოგ მოდელს Maisto და Murajo ესე უშვებენ ხოლმე. მაგრამ მაინც მაგარია. თან ყველაზე ძალიან რა გამიხარდა ამ ავტომობილში, რომ კონკრეტულად ესეთი ფერის მანქანამ GT3-მა ამანქანამ ხო დაამყარა Nürburgringზე რეკორდი, რომელმაც მანამ 2017 წელს რეკორდი დაამყარა GT3 RS-მა. 2017 არა, მაგრამ 2011 წლის GT3 RS-ის ვიდეო ჩვენ ახსე დევს. ხო. შეგიძლიათ ხო არა, რას ვიძახი, მე მსოფლიო რეკორდი ხო სერიული ავტომობილებში, სუპერკარებში დაამყარა GT3 RS-მა, ოღონდ RS-მა. ხო, 5 წუთსა და უფრო სწორად 6 წუთსა და რაღაც წამებში გაიარა. ზუსტად ციფრი არ მახსოვს რა, მაგაზე დავწერთ ბოლო. თუ რამე. ხო. და 2 წლის მერე გამოიყვანეს GT3 ეს წითელი ფერის იყო ზუსტად. ხო, ზუსტად ესეთი იყო რა. და ერთი ხო თანი მანქანას უკაცრავად, თანი მანქანას RS ხო, მაგნიტოფონი მოხსნეს, კონდიციონერი მოხსნეს. ბუგატის თემა გააჩნდა. ხო, შეამსუბუქეს ავტომობილი მაქსიმალურად რა. და მაგითი დაამყარა რეკორდი და ამას ვაფშე არაფერი არ მოუხსნიათ, როგორც ქარხნული ეგეთი გაიყვანეს იმაზე Nürburgringზე და ერთი წამით მოუგო.
ხო. იმ GT3 ეხლა ნახე, ვინც არიცით. ანუ რო გამოდის მანქანა. იტესტება ეგრევე ნიურბურგრინგზე. ხო. სპორტული ანუ თაჟე BMW-ებსაც კი BMW-ს კი რა თითქმის ყველაფერს იქ ტესტავენ. სერიოზულ ბრენდებს ტესტავენ მათ. იმიტომ რომ ყველაზე რთული სარბოლო გზა არის ნიურბურგში. ანუ ეგ თუ გაიარა, всё, ეგეთი ვარიანტი. ხო, და უბრალოდ ელოდებიან GT2 როდის გამოვა. GT2 RS-ი. იმიტომ რომ საერთოდ GT2 უფრო სწრაფი, ბევრად სწრაფი არის ვიდრე GT3. მე მგონი სადღაც საკითხული მაქვს რომ გააკეთეს. ხო. მაგის გარბენი. ხო. და ამის რეკორდი მოხსნა, მაგრამ ყველაზე სწრაფად ითვლება, ну, ეს ამან კონკრეტულად GT3-ს მოუგო. GT3 ხო, RS მოუგო და თვითონ GT2 წინა მოდელი რაც არის, იმის რეკორდს ვერავინ ვერ ხსნის. იმან გააკეთა ყველაზე დისა. ხო, ყველაზე სწრაფად იმან გაიარა. ეხლა დაჟე მე მგონი GT3 RS მგონი 20 წამით მოუგო თუ რაღაცა რა. ვინც ერკვეულს ავტომობილოს სფეროში 20 წამით ძალიან ბევრია. ძალიან ბევრი არის, ხო. დაჟე ტორეტოს სიტყვებს დავიხმარებ რა. ის 10 წამია მთავარიო. აი დრაგსტერის ამბავში. კი ბატონო. იმათ წამის 10 წამისთვის ღირს ფულის დახარჯვა, იმიტომ რომ იმათ 10 წამიანი სიამოვნება მთავარიო რა. კი. ხო, ეს მანქანა ფილმებში უფრო არა, თამაშებში უფრო არის ხოლმე. კი. Forza Horizon-ში, Real Racing-ში, ასეთო კურსაშიც თითქმის ყველა თამაში. ხო, თან ხო ისა ყველაზე სწრაფი აჩქარება ხო turbo, ისა 911 turbo ეს აქვს. 2.5 წამი აქვს. ხო. ამას აქვს 2.7. ვახ. საკმაოდ სერიოზული რაღაცა არის. არა და თითქოს RS-ი უფრო მაგარი პონტია. ხო, ნუ. იმიტომ რომ RS-ი არის RS კომპლექტაცია არის ამის პიკი რა. ხო, მაგრამ ეხლა ის RS კომპლექტაცია ის 2017 წლიდან რაც გააკეთეს რესტაილინგი. არა, 2021-ში გააკეთეს კიდე. ბოლო. ხო, ბოლო. ბოლო განახლება იყო. ხო, მაგრამ ის უკვე ის არის რა სპორტული ბოლიდია რა, ის სავარაუდოდ მაგას მე მგონი არც უშვებენ ჩვეულებრივ გზაზე სარბოლო ვერსია უფრო რა. ის არის. ხო, ამ ცოტა მოდელზეც რო ვთქვა, თვითონ მაისტოს გაკეთებულზე რა. კი ბატონო, ისაუბრეთ. ვისაუბრო, ანუ რავი, დეტალიზაცია მაგრამ მომწონს კიდე ერთხელ უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ბიუჯეტურია მაინც. ხო. ეს 1.18-ში. სადა. ეგრე აღიარები. აი, დეტალიზაცია აქვს იდეალური რა. ხო. ფერი ხო მაგარია. დეტალები ხო მაგარია. და დისკებზეც კი მე კადრებში გამოჩნდება წითელი ზონი აქვს და ძალიან მაგრა ლამაზებს მანქანას რა. და ტრიალი. ხო, ეხლა ამას ზრავიც რო უჩანდეს, ანუ რო ეღებოდეს ვაფშე მაგარი იქნებოდა, მაგრამ იყოს ეს. და კიდე ერთი სხვათა შორის რა მინდა რომ ვთქვა რა. ჩვენ კოლექციას თუ გადახედავს ადამიანი. აი თაროზე რომ მიხვიდე და შეხედო რა. პორშეები როგორ ალაგია, იწყება 901-ით, მერე მოდის ლემანის პორშე, მერე მოდის Bad Boys პორშე და მერე ეს. ის დაგავიწყდა ბოქსტერი. ჯერ არ გადაღებულა მაგას გადა. ხო. ანუ ჩვენი ის გავაბაზრე. ხო, ჩვენ თაროზე არის პორშეს პატარა ისტორია ბაზარი. კი ბატონო. მაგრამ ჩვენი სუპირველი პორშე 901 იყო. 901. ის ნოლის თემა მოყევით, ხო? ხო, მაგას ვიტყვი. 901 რატო ქვია მაგ მანქანას? რატო ქვია არა, რატო ანუ შეცვალეს მე სახელი და რაღაც. 911 რატო გახდა? რატო გახდა 911? 901 რო დაარქვეს Peugeot ჩემია უეგაო. ნული რა, შუაში. ნულიანის გამოიყო, ხო? უჩივლად. და ბევრი იფიქრეს რომ რა გაეკეთებინა და შეცვალეს სახელი 911 დაარქვეს და რატო? ამერიკის
სამაშველო სამსახური, პატრული, სასწრაფო, ყველაფერი 9-1-1. ყველამ ხო იცით ფილმებიდან მაინც. და მანქანას დარქვეს 9-1-1 და მართლებს მაგ სახელს. კი ბატონო. ხო, ესეთი პატარა ისტორია Porsche-ს მაგ ციფრებთან დაკავშირებით. და ვინც არ იცით, Porsche Volkswagen-ის კონცეფცია. კი ბატონო, ეგრეა. ბოლო Volkswagen-ი კიდე Porsche-ს მოგონილია. ხო, ეგეც ვინც არ იცით, ჟუკის ვიდეო ძდებს რა. კი ბატონო, ხოჭოს ვიდეო ძდებს. რავი, აი მეტი რა უნდა მოვყვე თავ მანქანასთან დაკავშირებით. და კიდე ერთხელ უნდა ვთქვა, რომ Ferdinand Porsche-ზე რო ფილმი არ არის. ძალიან ძლიერი. ჰოლივუდის სირცხვილია რა. ხო. გერმანელებმა მაინც გადაიღონ. ხო, ნუ გერმანელებმა მაინც გააკეთა. ანუ ეკაცი რო არ ყოფილიყო ფაქტიურად Volkswagen-იც არ იქნებოდა. კი, მართალი ხარ და არა მარტო Volkswagen-ი, Mercedes არ ეყოლებოდა ეგეთი კარგი მანქანები. კი. მით უმეტეს Mercedes-ში მუშაობდა. მოდელი არ მახსოვს, ზუსტად, მაგრამ ერთი მოდელი Porsche-ს დაუვალეს რომ გაეკეთებინათ. კი. Volkswagen-ის საერთოდ არ იარსებებდა. ხო, რავი. და ასე შემდეგ. ბევრი მანქანა, ბევრი ბრენდი. ანუ ჩემთვის Porsche არის საუკეთესო ტრეკ-კარი. ერთადერთი პლუსი და ყველაზე მთავარი პლუსი რა არის, იცი? და სხვათა შორის ბევრ რა ხელმისაწვდომი ეგრეთ წოდებულ ექსტრემალებს არ მოწონთ ეგა რა. იმდენ Porsche იმდენად ადვილი სატარებელი არის. ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვისაც კი, აი ხო სუპერკარი არის და რაღაც სწრაფი მანქანა რაღაცა. იმდენად ადვილად და სამორჩილებელი არის ეს მანქანა. რო აი შეიძლება ითქვას რომ ზედმეტადაც კი კომფორტულია რა. კიდე ერთი რაღაც მინდა რომ ვთქვა რა. რატომ მომწონს Porsche? ძალიან 911 რა. იმიტომ რომ ძველი 911 რო ნახოთ. ფაქტიურად იგივეა რა. ძალიან უნიშნელოდ განიცადა ისა დიზაინის ცვლილება. ხო და პლუს მაგასთან ერთად ხო კონკრეტულად ამ მოდელზე ეს განსხვავებული ანტიკრილოა დამატებული. ხო სპოილერის სხვანაირად არის უკუღმარი ქვემოდან არის ამოდებული სამაგრებზე. ხო მაგას ამ მოდელზე უყურებდი და მეთქი რა მოდელს აქვს სხვათა შორის ეს განსხვავებული ანტიკრილო. რანაირად არის მეთქი რაღაც. მე მგონი რომ მაგარი მანქანაა რა. რა იმედია მოგწონს ჩვენი ვიდეო. ბევრი Porsche დაგროვდა არხზე ზუსტად ვიცი, მაგრამ ჩასაწერია ყველა და რა ვქნა. ხო ნუ ავტომობილი თვითონ ისტორია არის და ხო აი იმ დღეს ჩემთან როს რო უყურებდი Porsche-ებს შევხედე და პატარა ისტორია და ეგრევე. ანუ მართლა ეგრეა რა. კი. რა დავამთავროთ ჩვენ დღევანდელი ვიდეო, ესე მოკლე ვიდეო გავაკეთეთ. და ვიტყვი რომ კიდე დარჩა რამოდენიმე მოდელი რაც ჩასაწერია Porsche-ს. კი ბატონო. ეხლა დავასრულოთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. დალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ და 10000 გამომწერზე ამაზე მაგარ მანქანას გაჩვენებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ანდრია ჯანტურიძეს იმისთვის რომ ესეთი მაგარი ავტომობილი ჩემ კოლექციაში იქნება. და არასოდეს არ გაიყიდებოს, ეხლა წავედით. აბა კარგად ზანდებოდით შემდეგ ვიდეომდე.